რა გააცნობიერა ჩაფიქრებულმა პიროვნებამ ჩაიფიქრეთ თქვენ თვითონ, ვინც გაინტერესებთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს დროს ჭირდებათ გადახარშონ განვლილი გზები, შეცდომები, სიტყვებსა და ქმედებებში, რა იყო მაგალითად სწორი, რა არ იყო და ასე შემდეგ. თქვენმა ადამიანმა რა გააცნობიერა, რა დასკვნები დადო თქვენთან და ურთიერთობასთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ საინტერესოა და ეს თემა გავიაროთ. მოდი შევეხოთ ერთ რამეს. როგორი მტყუარიც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის მართალია. მაწოზე დაგიმტკიცებთ, რომ შავია. აღიარება მისი მხრიდან შეცდომების ფაქტიურად შეუძლებელია. თუმცა სად გაიქცევა საკუთარ თავს, ფიქრებს ან ემოციებს? ვერცად. ლოგიკურია მისი გაცნობიერებიდან, რაც მკვეთრად ისახება, ეს თქვენი ენერგიის ნაკლებობა არის. დეფიციტშია, დანაკლისში, სერიოზულ დონეზე აკლიხართ. კლასიკა, როცა საჭიროა ვერ ფასდები, როცა მოსმენა გინდა არ ამბობენ, როცა გრძნობა გინდა არ გამოხატავენ და აი დაკარგავენ და მერე იწყება სევდა და ნაღველი. ასეა მასთან. იმდენი რამე გაქვთ მისთვის გაკეთებული, გაღებული, ჩადებული, მთელი არსებით, როგორც ჩანს, თავი არ დაზოგეთ. ბოლომდე ამოიყვანეთ, გადაარჩინეთ, გაუმარტივეთ ცხოვრება. და რომ ახლა მისტირის ყველაფერი იმას, რაც ხელის გულზე ქონდა, ვერ ხედავდა, არ ესმოდა და მოდი ასე ვთქვათ, ძალიან გააბლატავეთ ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის. თუმცა ყველაფერი მისი გადაუჭრელი პრობლემები მარტივად იყო გადაჭრილი თქვენი მეშვეობით. ახლა კი ელემენტარულს ვერ უმკლავდება საკუთარი ძალებით. უთქვენობის დეფიციტშია შესული. განსაკუთრებით ღამე ეძალება ფიქრები. ახლა უფრო მეტად ფასობთ მის თვალში, თუმცა ჩიხში შეიყვანა თქვენთან ურთიერთობა თვითონვე. ის ტოტი მოჭრა, რომელზედაც ჩამოაჯინეთ, იმ ქვაბში ჩააფურთხა, საიდანაც იკვებებოდა. ეს ყველაფერი თქვენი პიროვნების ძლიერი გავლენა არის მასზე. რასაც მართალია არ აღიარებს, მაგრამ საკუთარ თავთან აღიარებას ვერავინ გაურბივართ. შეუცვლელს, რა თქმა უნდა, არავინ არის, თუმცა თქვენ ვერასდროს წაგშლით მისი ვერც წარსულიდან და ვერც მეხსიერებიდან. დინოზავრის ნაკვალევი დატოვეთ მასთან. უნდა ამაყობდეთ ალბათ საკუთარი თავით, რადგანაც უკვალოდ ნამდვილად არ ჩაგივლიათ. პირადი კითხვები მომწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე ნომერზე 557 16 73 53 იმისთვის, რომ არ მოხვდეთ სხვის აკაუნთებზე, ამიტომ გამოიყენეთ ნომერი. წარმატებები და ბედნიერი დღე.